გამარჯობათ ხალხო, მე გრიგალა, კოკა და გიორგუნა C53 ვართ. მესამე სეზონი, მე-7 სერია. გადავახვიოთ აქ წინა სერიაში რა ხდება, ეგენია და აგერ. ჩერტ. და აი აქედან ვიწყებთ. დავაი. ოპა. დავაინსო, და მიკურკლე დავაუწყო, ბიჭო, გამოიწერეთ ნიკას არხი. ნიკას არხი გამოიწერეთ, ხო აწერია მიკურკლე. ხომ გერისა გოლიბო გიგრეშეშება. ნახტოვა. პატრიკის თამაში, კაპოტას. ტაქსის ხომარეზე. შენ ხარ მოგოდი ზარია? მე ბატონო, რაშია საქმე? მიხარო? შენია აი მანქანა? მოგოდი ზარია. შენია? შენი ყავ ხომ 2 დღის წინ, დამნაშავე რომ გააქციე რესტორან კაიროდან. გოდიში, მაგრამ მიგავაქციე? ახლა არ მითხარა, არ მახსოვსო ჯო, იმხელას რო იყო მთელი უბანი ფეხზე დადება. გენსენე. ვანხელა კაც, როგორ ურტყავ, შეპროჭო შენ. კაი, მოყევი მაშინ რა ფერი იყო? რა მოყვე? შემოარტყი ძია, კეთკა რო გაფარია სახეში რა. გავიხედეს რო არა ტყდა რესტორანში? მეზოდან ბიჭი გამოვარდა, ახალგაზრდა ბიჭია, კაი შესახედავ. მიფიქრე, მოკლავე მთვრალები თქვა და შემეცოდა და კი გამუჩერე აი მანქანა. მერე? რა მერე? საში ხომ არ უყვანია ვინმე? არავინ არ უყვანია. რა გითხრა, რაზე გავბივარი? სადმე თუ გაიგონია, პასაჟირის შოფერს აბარებდა საჭოც. თბილისელი იყო, ხომ? კი. ტომითხრა ორჯერ. კაი, საჩამოსვიდა თიათ. ტყუის ეს აღლიშვილი. ვერ ხედავ ტყუის? ვაგე კადრებად. თიათთან ჩამოსვი, შემორსვის ფისავარ. შენი შვილი ლაშა ძიძარია, ხომ უნივერსიტეტის სტუდენტი? კი. მარტო მაგ გველის წიწილის გაზდის ახარ საცემი. ერთ დღეს უნდა გავწვიდოთ კაცმა უმადურო ღორებო თქვენ. მომინდონეს აქ რევოლუცია. ახლა მომისმინე. მაი ბიჭი ჩვენ რომ ვეძებთ შპიონია და ტერორისტი. თუ რამე იცი მის შესახებ დროზე გვითხარჯობია. თორე ხომ იცით ტყილი არ დაიმალება. თუ გევგერო ტყილს მეუნები, იცოდე ის შენი შვილი ლაშა ძიძარია. ჩვენთან რომ გდია კამერაში, ცოცხალი ვერ გამოვა იქიდან. გარანტიას გაძლევ, გიგე. წევედით. ათლარიანს დაიმფუშავ. აი 34 არიან მოსისინებულები ბიჭები. ყავა მოგიტანეთ. დიდი მადლობა. ეს რა არის? ყველაზე უფრო ეს მეზარება. ჩემი კათედრის საათების განაწილება და მეცადინობის ცხრილია. ნიგორას აკეთებს? ოთახშია. შაუცნაური ბიჭი. შენ თუ არ გამოელაპარაკე, თელი დღე ჩუმად იქნება. ხმას არ ამოიღებს. ნედარას აკეთებს? თქვენს კარადაში გმირთავ არ ამინახა და იმას კითხულობს. ელოდებით იმეს? არა. იცი რა, შენ აქ იყავი არ გამოხვიდე. შენ ახარ ლევან? გამარჯობა დედანას. შემოდი. არა, მოკლედ გეტყვით. ხომ მშვიდობა? თქვენთან მოკოდი ძიძარიამ გავამგზავნა. ვინ არის მოკოდი ძიძარია? ლაშა ძიძარიას მამაა. ჩვენი კურსელის. აი გახსოვთ ხელვაჩაურში მიტინგზე რო აიყვანეს. როგორ არა? მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრსაც მივწერეთ წერილი. ხო და მამამისი ტაგზე მუშაობს. ამასინა თქვენთან მოუყვანია გოგო და ბიჭი, თბილისელები. მოსდევდნენ თურმე. კი, ასე იყო. ხო და ემბის ეძებენ. ვინ ეძებს? ცეცხლაძის ხალხი დადგომია ამ დილით მოკოდი ბიძიას. ეტყობა მანქანის ნომერი დაიმახსოვრეს. ეკითხებოდნენ სად მიიყვანე ის თბილისელია. ფიზიკური შეურაცხყოფაც მიუყენებიათ.
მერე მოგოდი რა უთხრა? თეატრთან ჩამოსვიო. აბა ბატონ ფრიდოს თელი ბათუმი პატივცემს და როგორ ჩაუშვებდიო? წადი და გააფრთხილე, რომ მის სტუმარზე ძებნაა გამოცხადებული. რა უნდა ამ შეჩვენებულებს? შენ ეს მითხარი, მარტო ბიჭს ეძებენ თუ ორივეს? გონი ის არიციან გოგოც რო იჯდა ტაქსში ფრიდონმას. უკითხოთ გზაში კიდე ვინმე ხომ არ აგიყვანიაო, მაგრამ მოკოდის არაფერი უთქვამს. კარგით, აბა წავედი მე. მადლობ ჩემოლიო. მოკოდისას დიდი მადლობა გადაეცი ჩემგან. ისე შენ როგორ გძნობ თავს? ნეკნები ისე მტკივა და ეს უკვე მირჩება. ნახოს. კარგად ეგარგენას. რა იყო ნიკო? წასვლას აპირებს. შენ ხომ არ გაგიშდი? ყველაფერი მესმოდა. შარში ვერ გაგხოთ რა. როგორც კი გახვალ. ეგრევე დაგიჭერ. ჯერ ერთი ან დამიჭერენ ან არა. მეორე თუ დაჭერა, ქუჩაში დამიჭირან ჯობია ვიდრე თქვენ სახში. ყველაფრისთვის დიდი მადლობა, ეხლა უნდა წავიდე. ძალიან მაგარი. მაშინ ესე გავაკეთოთ. რამოდენიმე დღე პორტში დაგმალავენ ბიჭები. შემდეგ ბეშუმისკენ გაგიყვანენ. ეხლავე დაურეკავ ბეგოს. ისა? ბეგო ბეჟუაშვილს. პორტში მუშაობს ჩემ მეგობარი. მე? შენ არ გეძებენ. დარჩები ჩემთან. ის არის ბეგო ბეჟუაშვილი. დეგენერატი ხარ, კინაღამბული გამისკდა. კარგად გამოიყურები. აჩხირი კეთებს. პირველად მესმის შეგან ესეთი კომპლიმენტი. მართლა კარგად გამოვიყურები? დაჟე ძალიან კარგად. ეს დაჟე რას ნიშნავს? შენი სანაქალები აქარდადია. მე ეს კარგია თუ ცუდი? ცუდი. იმიტომ რომ ყურადღებას მიიქცევდი. მე კი საგანგებოდ ვეცადე. რა დებილი ვარ. ამ ყინულის ხელს მინდა თავი მოვაწონო. რატო? ჯისთვის. აი, შენი კალბასი, შპროტი, პივა. მე წავედი. ოპა. შეხედე ამას. კოცნად ცოდია. აქ ცოტა სახიფათოა. გინდა რომ წავიდე. რა მნიშვნელობა აქვს მე რა მინდა. აქვს. რა კოცნაობა 2005-ში აბა ზარაობა არ იყო და რას ვიზავთ? მოკოდი არ უყურებს ხო იმედია. მოჭუტული თვალით არის. რა ხდება? ჩაიცვალა. შენ აქანე იყავი? მაღლანახე. კარგი. წევეთ არავინა. კარგად ხე? კი, ეთყობა გაგვასწრო. აი, ასლაბა.
ხალხზე კაცი ხა თუ ტრუპი და ხანაცემი ოშკავარ გურამაც მაგაცი გავიღე არ გუშვებ აი ეს არის სიძე სიძე Сергоя. Должен быть разорван. Серго გამოსტირებული. ოშკა? რა ხდება თუ? სტიჩკა მომივიდა რესტორანში და გვეძებენ. ვისთან ბიჭო? აი მესნი ახალი რო არის ხასანა ცეცხლაძე. აი მაგასთან. სერგო. იმისა. სველები არიან, მიხედე რა. Надо уводить папа. Господин посол, повстанцы. გამაგიჟებ რატო? რაღა ხასაცაცალს დაეტაკე მანდა მაინც. რა ვიცი ამა. ეხ ხოიცი რა ჩათლახია. არ შეგეშობა რა. ამ გოგოს რა უყურე? მაგას არ დაძლებენ. რომ მოწესრიგდება? დავაბრუნო ჩამილაძესთან. ისმინე, ეს თუ ხასანა შეასკდა, სადაც არ უნდა გადამალო, მაინც იპოვის. კარგი ეხლეკ ბაზარი. უროს გარბე მასინა ბიჭო. ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევი. არ გაინტერესებს თუ ბაბუ იქნება თუ ბებო. ხოშკა აქ დარჩება. ხარკი მაგოგოს. პრეზიდენტთან მიიღო. გასაგებია? ბაკრატ მემასება ბიჭო, რა მაგარი კაცია. ნემჯერა ჩემია. ძალიან მაგარი როჟა, იგივე იმენა ლეგენდა. რომ აჭარაც და საქართველოს ბედნიერი ამაყად თავაწეული ხალხის სამშობლო გახდება. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ჩემი ოცნება ახდეს. აი ამიტომ ვარ მე დღეს ჩემს აჭარაში. ამიტომ ვარ მე დღეს ჩემს ბათუმში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ვა, გამარჯობა. გამარჯობა, უნგერ. ერთ სასტუმროში ვცხოვრობ და არ ვიცოდი ბრიფინგით უქონდა. ბოლოს გამოსნა. ეგ არა. რომელ საფუძზე ცხოვრობ? მესამე. რომელ? 300. სათმე ზოგლები ყოფილი ვარ ჩემაც. ძალიან კარგი. საღამოს თუ მესტუმრებით კარგი კონიაკი მაქვს დავსდეთ და ვიჭუჭობა. დიდი სიამოვნებით. და კარგად ბრძანდებოდეთ, აპატიეთ მელოდებიან. ოპა, ხასანა. გურჯიბში ჩაჯდო. აუ ეს იმ დროს ხო კაი მანქანა იყოვება. რა დროს ბიჭო, იმ დროს იყო ბოლო მოდელი ჯიპი, მეგადავები? ახლა. იმ დროს კი არა, რა ბიჭო. ყოფილი მაღალჩინოსნის კი ვინც პირველის ბრიფინგის ედამთავრდა, რომ ისი აჭარაში ჩამოსვლის ნამდვილი მიზეზი მაინც გაურკვეველია. თუმცა იმ გულთბილი შეხვედრიდან გამომდინარე, რომელიც მას აქ გაუმართეს, უნდა ვიფიქროთ, რომ მისი ეს ჟესტი ადგილობრივი რეჟიმის მხარდაჭერად აღიქმება. თაკო გიორგადა სპეციალურად TV7-ისათვის ბათუმიდან. რატო ნერვიულობ თაკო, რა ხდება? ზერო ნახარ რაშის დროს? ერთი საუბრის მანერაა გაშკარა. ორა ხილა დაღებია. ვაჰელავს. სამოთხეა. ნამდვილი სამოთხე. იმისაა რომ გვეცილები. ეგენი უნდა იყო. რა კაია 24-ით არიან.
svežika.com კალპაკებზე როა ბევრიც უნდა ნომერი Salam alaikum. Rasul. Alaikum assalam omger. Aziz, diglavo omger akhi. Hazrat Ayvanjida. Salam. Hasan Tseskladze. Nice to meet you. Здравствуйте. Nice to meet you. Вы говорите по-русски? Я учился в Москве. Lumumba აქვს დამთავრებული. А это Азиз. Специалист по радиоактивным отходам. Привет, Азиз. Давай сначала покушаем, а потом поговорим о этом. Хорошо. Омгер, ты садись ко мне. Ай, შენ მაგ ჯაჯექი და გამოკო. VIP 222 Ahora nombrები. აზიზი მერქვა და მე გადავიდე. აზიზ ლავრელაშვილი? აზიზ ლავრელაშვილი. ესეთი პატა ზურას, ესეც ვისწავლე დარება. ლადა სამარა. ზებიატკა. არება არ ვისწავლე, ესეც ვიტყუდი. თალხაში ვეჯებ ხოლმე და ვუსვატრიალობდი რა ის დარებების. მაშინ კომპიუტერის ჯოისტიკი ეკითხა რა. უხლებში უჯდებოდა რომ ზატრიალებდი. და PlayStation 1-ზე ვესროდი იმებს ეხობს. აუ, ეკრა მაგარი რა საი. შენი სახელი მეგობარო? რეზო დამძახეთ. რა გვარის კაცი ხარ ჩემო რეზო? მაგას არ აქვს მნიშვნელობა. აი, მანქანის გასაღები. ცოტა ზარნეში ჩავარნა უჭერს, მაგრამ აი არაფერი. კიდე რა მინდოდა? ხო, ვანაში ყველაფერი ადგილზეა. წავედი აბა. მოსამოსო, იარაღი? ხო, თქვი ყველაფერი ადგილზეა თქვა. კაი. როგორ დაგიკავშირდეთ? მე თვითონ დაგიკავშირდები. ახლა დაისვენეთ. დაგვერები ხართ. ქალაქში არ გახვიდეთ. არეულობაა ცოტა. ეს ვინ იყო და? აბა შერა. პულმანის ელოდი რა? ვანაში შესულიყავი ძმა რა როტიკობდა იარაღი იგდევსა და რა იცი ან რა ხდება.
Омში. ომგერ. Нет, Хасан Ниндравец. Он хуже, чем этот пьяный русский генерал. Ну что поделаешь? Дорогой, мне тоже много чего не нравится. А ты ему доверяешь? А ты доверяешь тем суданцам, которые платят за уран? Это для них политика, для меня это бизнес. Но это грязный бизнес. А почему тогда ты в этом бизнесе? У меня не было другого выбора. Это очень плохо, очень плохо. Ничего, все будет окей. Может, поднимемся ко мне? У меня хороший Нет, мы очень устали завтра, очень сложно. Ну, тогда до завтра. До завтра. 210-я комната. ესენი მე მგონი იგივე სასტუმროში მოვიდნენ. ადამიანი იმიტომ ახლა ხალხი რა იზრდით რომ მუსიკაა და მაგ მუსიკას კოპირაიტი ედა. მოგზანდით. საღამომშვიდობისა ბატონო ომგერ. საღამომშვიდობისა. აბა, სად არის თქვენი ნაკები კონიაკი? აბრძანდით. ახლავე მოგართმევთ. დიდი ხნით ჩამოგზანდით ბატონო ომგერ. ჯერ არ ვიცი, ნახოთ. ეთქობა თქვენზე არაა დამოკიდებული. ასე გამოდის. თქვენ? მეც მაგ დღეში ვარ. ჩამოვედი, მაგრამ არ ვიცი როდის სავალ. ხელი რომ შეგიკვეთეთ. დიახ, მადლობთ. ახლა ისე ვარ ბატონო ომგერ, შეიძლება სამუდამოდ დავჭირო. ხილს რატო აყოლებენ? მე მაგას რაჯობია, ბათუმის შესანიშნავი ქალაქია. კარგია, მაგრამ თბილისში რომ დაიბადები და გაიზრდები, მე ძნელია. მე რა წვიმს თუ კაცო და ამ წვიმას ვერ ვიტაჭირის დღეს არის. მეც ასე ვიყავი, მაგრამ თანდათან შევეჩვიე. აგერ უკვე 20 წელი ხდება, რაც მოსკოვში ვცხოვრობ, მაგრამ ჯერჯერობით არ ამიშავს. მოდით, ჩვენს გაცნობას გავუმარჯოს. გაუმარჯოს. ტუკიოსია. რა გაიძულებთ ბათუმში დასახლებას? გარემოება ბატონო ომგერ, გარემოება. დიდებული კონიაკია. ამ ვარდების რევოლუციის შემდეგ თბილისში ცხოვრება აუტანელი გახდა. მე მესმის რომ ყოველგვარ რევოლუციას რაღაც ჭუჭყი მოსდევს, მაგრამ ხო, შორიდან მესმის რაღაცები, მაგრამ გამოგიტყდებით და ვერ ყვევი პოლიტიკაში. მაინც რა ხდება? რა ხდება, ჩემო ბატონო და ძველი და გამოცდილი კადრები აღარავის უნდა. ცხვირ მოუხოცავ გოგობიჭერს ნიშნავენ თანამდებობებზე. თავარია მაგათი პარტიის წევრი იყოს და რა იცის და რა შეუძლია, ეს არ აინტერესებთ. კი, მაგრამ კომუნისტების დროსაც ასე არ იყო. მაგრამ მაშინ ცოდნას და პროფესიონალიზმს მაინც აფასებდნენ. რაც არის. მოდი ამით თქვენ გაგიმარჯოთ ბატონო ომგერ. ჩვენ გაგვიმარჯოს ერთად. ეს პიცი პაცი პრუცი. ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსი ვიყავი. მე მომხსნეს და ვიღაც ხრამიაშვილი დანიშნეს. არ გაინტერესებთ რამდენი წლისაა? რამდენის? 24-ის. 40 წლის წინათ მე რიგითი მილიციელობიდან დავიწყე. რა ვიცი ბატონოგი. მე მგონი ყველაფერი დაალაგდება. ისე მე არც აქაური ამბები მომწონს. რა იყო ეს იმ დღეს რესტორანში, რა საქციელი იყო? შეიძლება ქართველი კაცი ასე გააძევოს უფრიდან? მობრძანდით. არა და ის ბიჭი გოგოსთან ერთად იყო. სხვადასხვის მეც გამიგვიდა ცეცხლაძის აქციელი. აროდეს რა კარგი ბიჭი იყო იცი? ისე წესიერი, თავაზიანი. ახლა რა დაემართა არ ვიცი. სხვადასხვის ძალიან მაგარი პროფესიონალი. ისე რომ იცოდე. პირველად ჩემთან დაიწყო სამართლოში მაგარ მუშაობა. თქვენ ვიზე ბაზრობენ? ვიზე ლაპარაკობენ? ცეცხლაძეზე. რა ცეცხლაძეზე? კაცო, ვინ გააძევას უფრიდან? ჩემთან დაიწყო პირველად მუშაობა. კოშკო. მაგაზე არა. გააგდო, მაგრამ ცეცხლაძეზე ბაზრობ. ბიჭო, პირველადო მაგანო სხვადასხვა ჩემთან დაიწყო მუშაობა ცეცხლაძეზეა. მე ვთქვა ცეცხლაძე. ნახოთ. შევხედავ. კიდე რამ ხომ არ გნებავთ? არა, მადლობთ.
მართალი გითხრა, ადრე არც მიფიქრე ამაზე, მაგრამ ეთქობა ახლა სიბერეს შემეპარა. რა დრო სიბერია, შემოვიდე ბიჭები გამოიყურება. ხო არ გადაო, ბიჭო, ეს იმათი მძღოლია. რეზო. რეზო დამიძახე გაიჩნდა, ბიჭო. Яснее. ის დაუმონტაჟა ბიჭო მოსას. ძირამე გულს ყველაზე მეტად ამათი ბატონო უგერ. დაიჭერენ კაც მიატანინებენ ფულს და გამოუშვებენ. თუ დამნაშავეა რატო უშვენ? ეგ მეც გავიგე. ერთი ჩემი მეგობრის შვილი, წესიერი პატრიოტიანი ადამიანი, დაიჭერის და სანამ საკმაოდ თანხა არ მიატანინეს, არ გამოუშვეს. მიირჩეთ რამე ბატონო გივიდა. არა, ვცდილობ რომ 6 საათის მერე არ ვჭავო, მაგრამ რომ არ გამომდის. კაცრა. Исрат? Да, Расул, это я. Завтра в 12. Нет, недалеко. Километров 10. Хорошо. До завтра. Так, 10 километров. Кониусих. Опаздываю, Хасан Имранович, опаздываю. Который час? 12:11, извините. როგორი MBC-ის მანიაცია? Хасан Имранович, можно вас на минутку? Русский джарискацеви рядом ария. Я вас слушаю. Я не понимаю. Вы же аджарцы-мусульмане. А в чем дело? А при чем тут этот крест? А вы прочтите, там все написано. Так, а русский фоқидияни мувас. Сулали эшемис. Анвачара просто гантариса, да? Ну, как дела, товарищ? Окей. А я что говорил? Ну, дорогой Хасан Имранович, это надо отметить. Ახლა ფულის საქმეა მოსაგვარებელი და რა თქმა უნდა მე რა ვარ შეგვირდი ძმაო დიპლომატიური არხი გათხრილია მაგენმა ფული უნდა გადმოაგზავნონ თბილისში
ლორიას 4-ში. ეს არის ბოგასას საკონსულო. შენ მაგათ უხსენი, რომ უნდა წამოვიდეს ნაღდი ფული. ქეში ესე იგი. არა, მე გადარიცხვა, გადმორიცხვა არ გამოვაძნო. ყოველწელს მოსალოდნელია, რომ ბანკში ცენტრალურმა ხელისუფლებამ ყველანაირი ანგარიში გაგვიღებდა. გასაგებია, მაგრამ ამას დიდი დრო დაჭირდება. მაქსიმუმი 1 კვირა, მეტი არა. ფულის თბილისიდან ბათუმში ჩამოტანას მე ვიწყობ. მაყუთი ჩამოვა, დავარს გემით გაუზავნე, მეტი რა ვქნა. მოვილაპარაკეთ. გაიება. წავედ სახლში. Семен Петрович. Всё, поехали. Бутылку ставишь? Конечно. შენ აღარ გინდა? არა, კაცი გავიჭყიდე რა. დაკოკე, სიტყვა გამოდია. გაი, მოუღური. ბიჭო, უფრო შემეცნებითი სერია იყო რა, რაღაც ეს რამოდე მორჩხად? ბიჭო, თავიდან 4 წუთი დასაწყისი იყო, ნახე? უყურე. 4 წუთი იყო წინა სერიის ესენი. და მერე ბოლოს კიდე 2 წუთი ისა სუბტიტრები. ანუ 6 წუთი ეგ არის და 40 წუთიანი სერიაა რა. წავით ხალხო დროებით. შემდეგ ვიდეომდე და დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ, ნუ გეზარებათ. ავიდეთ 50000 გამომწარს.